პირველად აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ბათუმში ჩვენებურების ანსამბლ ოქროს მოცეკვავეებს მასტერკლასები ჩაუტარდათ. ანსამბლი თურქეთის ქალაქ ორჰანგაზში ქართულ კავკასიური კულტურის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს და 10 წელს ითვლის. დღეს რუბრიკა ფრაგმენტები სწორედ ანსამბლ ოქროსა და ანსამბლ არსიანის, ასევე სახელოვნებო სკოლების იმ მოცეკვავეებს დაეთმობა, რომლებმაც მათთვის არც დრო დაზოგეს და არც ენერგია. ჩვენებურებისა და ადგილობრივი ანსამბლების ერთობლივი კონცერტი ირინე წუწუნავასა და ანდრო ქაჩიბაიას რეპორტაჟში. Biçabim saat vart. Şmidi. Saat vart. Davide. Kut. Eks. Davide. Çaxuya Zeboda. Zeboda. ამ პატარა გოგობიჭებმა ქართულ ცეკვაში ფეხი თურქეთში აიდგეს, თუმცა უკვე ქართული სცენის მტვერი შეისუნთქეს და ხმამაღლა თუ არა გულში მაინც ქართულად აითვალეს. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის არსიანის სცენაზე ქალაქ ორჰანგაზის მოცეკვავეები არიან. ჩვენებურების ანსამბლ ოქროს ბავშვები მუჰაჯირების ოქროს ფონდში შემონახული ფოლკლორით. ახლა ჩვენ რაც ხამტონი ვასწავლოთ, ფეხიმტონ ვერ მოვტეხთ. აქ ფეხტოფენ, ქორეოგრაფიის ყველანაირ აკეთებენ. აქაური დედაანა მიწარი აქაურობა ისწავლს ყველანაირი. ჩვენი ქაურობა პაწაი კულტურა ვაისქონა და იმისთვის ვერ იმას ვიძებით. ახლა აქ შემოყვეთ ბანებ ქორეოგრაფები ასწავლიან. ჩვენ თურქეთიდან საქართველოში ჩვენ ფესვებთან ჩამველით. ბავშვები ჩამოყვეთ აქ ცეკვაზე, სწავლაზე, ჩვენი კულტურა, ჩვენი ცეკვაები, ლაპარიკი კულტურამიზი კულტურა არ დაგვამიწყდეს ძალიან მოგწონს ძალიან გვიხარია ძალიან кайიქნა Davide. მაგარი ასე აცოცხლებენ ძველს და ამდიდრებენ ახალ რეპერტუარს ანსამბლ არსიანის მოცეკვავეებთან ერთად, რომლებიც მუჰაჯირების პატარა შთამომავლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის არც თავს ზოგავენ და არც დროს. დრო კი არც ისე ბევრი აქვთ. მოემზადე, აიწიე მაღალზე, აიწიე, ხიმილი სახეზე, ხიმილი, ნიკაპი მაღლა, მხრები, ხასიათი. მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, ძალიან სიამოვნებთ შესწავლას სხვადასხვა ცეკვების და ალბათ გამოადგებათ ჩვენი მასტერკლასები. უმრავლესობა შემადგენლობა არის ძალიან პატარები, დიდი მონდომებით ყურადღებით არიან განწყობილი ქართული ცეკვის მიმართ. სხვადასხვა ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს ილეთნაერთების შესწავლა, მაქსიმალურად შევიცადეთ, რომ ცოტა მარტივად მიგვეტანა მათთვის ის რთული ილეთები, რაც ქართულ ცეკვას, კონკრეტულად აჭარულ ილეთებზე მაქვს საუბარი, ახასიათებს. იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს უმრავლესობას ფესვები აქვთ ქართული, ძალიან შედარებით მარტივად აითვისეს და მისასალმებელია ძალიან მოგვეწონა ჩვენ მათთან კომუნიკაციაც და შრომის პროცესიც. აჭიმე გასმა! ქუსლი ცერი გასმა. ცეკვის ენა ყველას ესმის, აი მშობლიური კი პატარა ჩვენებურებმა თითქმის არ იციან. ცოტა ივარჯიშეს მათთვის უჩვეულო ბგერების გამოთქმაზე იწვალეს და თქვეს. ბათუმი ლამაზია, ნუტო ბისაი. არა უშავს. ბათუმი ლამაზია. ბათუმი ლამაზია მიგვარს ქართული ცეკვა. ჩემი ფესვები საქართველოდანა მიგვარს ქართული ცეკვა. საქართველოში, საიდანაც მათი ფესვები იწყება, აჭარის კულტურის სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან. ჩვენებურების ბათუმში მასტერკლასების ჩატარების იდეა კულტურის მინისტრს ელისო ბოლქვაძეს ორჰანგაზის ქართულ კავკასიური კულტურის ცენტრში სტუმრობისას გაუჩნდა. სწორედ მაშინ გადაწყდა ანსამბლ ოქროს წევრების აჭარაში სტუმრობა. მიზანი თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ახალ თაობაში ეროვნული იდენტობის გაძლიერება, სამშობლოსთან კავშირის გამყარება, ასევე ქართული კულტურისა და
ქორეოგრაფიის ახლოს გაცნობა. ხაბატონი ელისო ბოლქვაძის ბურსაში ვიზიტის დროს ანსამბლებთან შეხვედრის დროს წარმოიშვა ესეთი წინადადებები, რომ საჭიროებას მოითხოვს ანსამბლები ქორეოგრაფების და დაიბადა იდეა, რომ ეტაპობრივად ხელი შეეწყოს ანსამბლებს მასტერკლასების მიმართულებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელი ჯგუფი ერთდროულად ჩამოვიდა და ერთი კვირის მანძილზე გადიან მასტერკლასებს არსიანის და ხალხური ხელოვნების სკოლის სპეციალისტებთან. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, მათი პროფესიული ზრდისთვის და მათი საერთოდ განვითარებისთვის ეს აუცილებელია, რადგან ესენი ვიდეოებიდან ნახულობენ სიუჟეტებს და იქიდან აკეთებენ ცეკვებს. ეტაპობრივად მოხდება ქორეოგრაფების გაგზავნა და ადგილზე მასტერკლასების ჩატარება. ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ქალაქში მოქმედი ანსამბლი ოქრო არსებობის 30 წელს ითვლის. ანსამბლმა არაერთი თაობა გამოზარდა, მათ შორის იყო ისმაილ აჯარი. იგი ახლა მთავარი ქორეოგრაფია. ცეკვა ქუთაისელი ძმებისგან ისწავლა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. სხვადასხვა ცეკვის მილეთნაერთებს ძირითადად ინტერნეტით ეცნობა და ასეთ გავს სასცენო ნომრებს ანსამბლისთვის, რომელიც მისი ერთი დიდი ოჯახია. ანსამბლში 100-ზე მეტი ბავშვი გვყავს. ვასწავლი აჭარულს, ყაზბეგურ, მთიულურს, რაჭულს და სხვა ქართულ ცეკვებს. მიხარია აქ რომ ჩამოვედით. ბავშვები ცეკვას პროფესიონალი მოცეკვავებისგან სწავლობენ. 26 წლის წინ ქუთაისიდან ჩამოვიდნენ მასწავლებლები, ძმები ავთანდილ და ზაზა ჭეიშვილები. მათ გვასწავლეს ქართული ცეკვები. მას შემდეგ ვცდილობ ახალი ილეთები მე თვითონაც მოვიძიო. ინტერნეტში ვიდეოს ვუყურებ და იქედან ვსწავლობ. კულისებს და მის მიღმა აურზაურია. ყველა ღელავს, განსაკუთრებით კი პატარა ჩვენებურები და პედაგოგი. მართალია სცენაზე პირველად არ გამოდიან, თუმცა ახლა იქ, ფარდის უკან, ქართველი მაყურებელია. ხოდა ემოციები ჩეულისგან განსხვავებული აქვთ. აი პირველი აკორდიც და მუსიკალური ინსტრუმენტების ხმა სცენაზე ოქროს ბავშვები გამოხვა. მათ გამოჩენაც კი დარბაზიდან განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა. არსიანის სცენაზე ერთმანეთს ოქროს, არსიანისა და ბათუმის სახელოვნებო სკოლების ფოლკლორული ანსამბლები ანაცვლებენ. ღონისძიება მასტერკლასების ფორმატში დაიგეგმა და მას არაერთი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის ჩვენებურების დელეგაცია თურქეთიდან. როგორც ჩვენი წინაპრები 150 წლის წინ აჭარიდან გადასახლებული იყვნენ და დღე 150 წლის მერე მითი მეოთხე თაობა ჩვენი ანსამბლი ოქრო საქართველოს აჭარის კულტურის სამინისტროს მოწვეულია მასტერკლასებში. ჩვენი ახალი თაობა აგზელებს ჩვენ კულტურას, ჩვენ მუსიკას, ჩვენ ამ ტრადიციებს. მასტერკლასები ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ეს იყო პირველი ეტაპი ამ პროგრამის ფარგლებში. ეს არ არის მხოლოდ მასტერკლასები, თავისი შინაარსით არის უფრო ფართო პროგრამა, ეს არის საკუთარ კულტურასთან, საკუთარ ისტორიასთან, იდენტობასთან სიახლოვე და როგორც ვთქვი, ამ პროგრამის ფარგლებში არის სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები დაგეგმილი, მათ შორის თურქეთში ჩვენებურების სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლების სამოსით და მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა. ვიდრე აჭარის კულტურის სამინისტრო ანსამბლ ოქროს ახალ სამოს გადასცემს, მათ ძველი ფორმები მოირგეს და პირველი ერთობლივი ღონისძიება აჭარულით დახურეს.